და პრინციპში ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ჩვენ გქონოდა ამ ყველაფრის შესაძლებლობა. ეს არის კომპანია ვისოლის წარმომადგენელი ლევან ხაკაძე. დიდი მადლობა ლევან. და კომპანია ქართული ლატარის წარმომადგენელი ნინჩო ჯიბლაძე. დიდი მადლობა. გაგზავნით. მე ვფიქრობ, რომ ამ სტუდიაში ჯობია დავდგეთ? კი, რა თქმა უნდა. მე მაინტერესებს ლევანის ხოლმოქმედების საკითხი ბიზნესში დღეს. არის აქტიური, არ არის აქტიური? დიდი ნაწილი უჭირავს ამას. თუ არა, მოდი ლევანი დავიწყოთ და შემდეგ უკან ნინჩოსაც. დიდი მადლობა მოწვევისათვის. რა თქმა უნდა, ნანუკა ამას აქვს უმნიშვნელოვანესი ადგილი ქართულ ბიზნესში. მე მინდა ალბათ თქვა, რომ ჩვენ ვართ ქველმოქმედი ხალხი, ქართველები, მე მინდა თქვა, იმიტომ რომ მიუხედავად ძალიან რთულია ხა ილაპარაკო 100%-ზე, მაგრამ ალბათ ის ყველაფერი რაც დღეს ხდება ქართულ ბიზნესში, ალბათ ის ყველაფერი რასაც ბევრი ადამიანი აკეთებს და არ ჩანს, ბევრი ადამიანი აკეთებს და არ ამბობს და ძალიან ბევრი შემთხვევა გქონია ჩვენ, როდესაც გაგვიკეთებია ბევრი კეთილი საქმე კომპანიას და არ გვითქვია ეს, მაგრამ ბუნებრივია რომ თითოეულ ადამიანში მე ვიტყოდი მეტნაკლებად ეს არსებობს. მე ვფიქრობ ბიზნესი იქნება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ ძლიერი, როდესაც საზოგადოება სადაც ის არსებობს იქნება ძლიერი. ანუ ჩვენ არ შეიძლება დავყოთ ბიზნესი და საზოგადოება ცალ-ცალკე. ანუ ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ თუ ესეთი ოჯახები იქნებიან საქართველოში ძალიან ცოტა, ჩვენ იქნებით უფრო ძლიერები და ბუნებრივია ჩვენი არსებობა იქნება მნიშვნელოვანი ამ ქვეყნისთვის. ძალიან დიდი მადლობა. ასე რომ მე მინდა დიდი მადლობა გითხრა. დიდი მადლობა. ნინჩა, მე ვიცი რომ ახალბედა კომპანია ხარ. ანუ ახალბედა კომპანია ახალდაარსებული, თუმცა რამდენად აქტიურად გაქვთ ჩართული აქტივობები ქველმოქმედების თვალსაზრისით? ჯერჯერობით რაც გავაკეთეთ, ეს არის პირველი რაც გავაკეთეთ, ავიღეთ ერთ-ერთი ბავშვთა სახლი, სურამის ბავშვთა სახლი და ვცდილობთ რაც სჭირდება ამ სახლს იმით დავეხმაროთ და გარდა ამისა მეც ვფიქრობ, რომ ეს ძალიან დიდი ნაწილი არის ბიზნესის ქველმოქმედება და რამდენადაც ბევრს უფრო შეწირავ ქველმოქმედებას, საერთოდ ესია მსოფლიოში მიღებული, მით უფრო შენი ბიზნესი წარმატებულად ითვლება. მეტი მოგეცემა. ძალიან დიდი მადლობა. ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ფონცისკარსაც და ასევე მინდა დიდი მადლობა უთხრა მთელ ჩემო შემოქმედებით ჯგუფს, იმიტომ რომ ისინი დამთანხმდნენ ერთ რამეზე. ამ ადამიანებმა თანხმობა განაცხადეს იმის თაობაზე და სურვილი, რომ ამ ბავშვებს უყიდონ ბინა. ის ბინა საქველმოქმედო კონცერტი, ანუ ამ ბავშვებს საქმე იყია. ამის საყა გამოყეს ამ ადამიანებმა. გამოყო ფონდმა ცისკარმა და ჩვენს ბუნებრივია სიმბოლური მონაწილეობა მიიღეთ ამ ყველაფერში. მე ხომ ვთქვი, რომ ზღაპრების უნდა გჯეროდეთ თქო. ზღაპრები ხანდახან ხდება. მე ერთადერთ რამეს, რასაც ვთხოვ ამ შემთხვევაში ეს იქნება ელენე, ეს არის რომ ალბათ უნდა ჩაიდოს, უნდა ნოტარიულად გაფორმდეს ის რომ ბავშვებს გაყიდვის უფლება ამ სახლის არ მიეცა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, იმიტომ რომ უკვე არსებობს ძალიან ცუდი პრეცედენტი იმისა, რომ ბავშვებს ბინა გაუყიდეს. მე ვერ დაკვირდებით იმაში, რომ თქვენ აქედან პირდაპირ სახლში წახვალთ. მაგრამ ძალიან მალე მიხვალთ იქ. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. უმეტესი მადლობა. მე მინდა რომ ყველა ჯეროდეს ზღაპრების, სასწაულების და იმისი, რომ ერთ დღესაც თქვენთან ეცხოვა თოვლის ბაბუა და გეტყვით იმას, რომ ყველაფერი კარგად იქნება. დიდი მადლობა რომ გიყურავდით და ელენე, დიდი მადლობა რომ მომცა იმის საშუალება, რომ დღეს ეს ყველაფერი გამეკეთებინა. შემდეგ ოთხ შაბათამდე. დიდი მადლობა.